დილის ფარგლებშიც თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე და განაგრძობთ გადაცემას საინტერესო თემით ჯორჯიან ვოთერ & პაუერმა საქართველოს ბაზარზე არასაფინანსო ორგანიზაციებისთვის უპრეცედენტო მოცულობის 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. GVP-ის ობლიგაციის განთავსების აგენტი ერთობლივად Galten Tagarty და Pasha ბანკი არიან. აღნიშნული ობლიგაციები 5 წლიანია წლიური სარგებელით. ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის დამატებული 3.5% უფრო მეტ დეტალს უკვე ბიზნეს კონტრაქტის მაყურებელი ჩვენი სტუმრებიდან გაიგებს. GVP-დან ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი თინათინ სიმონიშვილი, Galten Tagarty-ის მმართველი დირექტორი ოთარ შარიქაძე და Pasha ბანკის კომერციული ბანკირი, კორპორატიული ბანკირი ქეთევან გაბელია გვერდება პირდაპირ ეთერში შუადღე მშვიდობის მოგესალმებით. პირველ რიგში გალბატონ თინათინ დავიწყოთ თქვენით. მესამე ემისია უკვე ფასიანი ქაღალდებისა 2.6 მილიონი, შემდეგ 6 მილიონი, ახლა უპრეცედენტოდ 30 მილიონი. რატომ ვითარდება ამ მიმართულებით GVP და რატომ ფიქრობთ რომ რეალურად თქვენი აქტივობა არის მნიშვნელოვანი, ვთქვათ, ზოგადად საფონდო ბაზრის განვითარებისთვის? კი ბატონო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ნამდვილად ესე არის, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი კომპანია ერთ-ერთ აქტიურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა კაპიტალურ ბაზრებზე. მესამე ემისია არის ამჯერად 30 მილიონი ლარის მოცულობის. მნიშვნელოვანი არის იქნება გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანია ზოგადად არის ესე ვთქვათ კაპიტალ ინტენსიური, თუ სწორად ვიძახი ქართულად, ანუ ბევრი კაპიტალური პროექტი იგეგმება და ხორციელდება კომპანიაში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და შესაბამისად წვდომა სხვადასხვა ფულადი რესურსის წყაროზე და ამ წყაროების დივერსიფიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ძირითადი რესურსი ვთქვათ მიდის ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე, ანუ რა სქემა აქვს? მიზნობრიობა ამ 30 მილიონი ლარის ამჯერად ისევე როგორც წინა ორი გამოშვების არის კაპიტალური პროექტების და კაპიტალური ინვესტიციების განხორციელება, როგორც წყლისა და წყალარინების ქსელის განვითარების კუთხით, ასევე ენერგეტიკული პროექტების განვითარების კუთხით. ასე რომ ძირითადად ახლა ხმარდება ამას, რომ კომპანიამ უფრო ეფექტურად მოახდინოს მუშაობა. ბატონო ოთარ, ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ის, რომ არასაფინანსო ორგანიზაცია, როგორც არის GVP მაგალითად ახორციელებს მსგავს ემისიას 30 მილიონი ლარის და ეს იქნება თუ არა თქვენ წამახალისებელი სხვა კომპანიებისთვის, რომ ფულადი სახსრები მოიზიდონ ამ მიმართულებით. ისე პირველ რიგში მინდა კომპანიას მიულოცო ეს წარმატებული ტრანზაქცია, იმიტომ რომ მართლა უპრეცედენტო მოცულობა იყო და ასევე ვადიანობაც უნდა აღნიშნოს, 5 წლიანი მოცულობის არის ეს ბონდები, ანუ ესეც უპრეცედენტოა არასაფინანსო სექტორში საქართველოში. ეხლა რაც შეეხება მნიშვნელობას ამ ტრანზაქციის, ანუ კაპიტალის ბაზარი არის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო, რაც საქართველოში ნაკლებად არის გამოყენებული ამ ეტაპზე. თუ ქართული ბიზნესი, ეკონომიკა უნდა გამვითარდეს რაღაც განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდეთ, აუცილებელია რომ ეს დაფინანსების წყაროც გამოვიყენოთ. ერთ-ერთი საშუალება არის ბონდები. ასევე დღეს საუბარი არის ბევრი იმაზე, რომ თქვათ უნდა სესხები უფრო ლარში იყოს, გალარების საკითხები. ეს ბონდიც არის თქვათ ლარში, რაც რეალურად კომპანიას დღესდღეობით ხარჯები აქვს ლარში, ასევე დაფინანსებაც გაუხდა ლარში. ანუ რეალურად ეს არის საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, რომ სწორად დაგეგმონ თავისი ბიზნესი, ქონდეთ ხარჯები ლარში და მეორე მხრივ ბაზრიდან წამოიღონ დაფინანსება კაპიტალში ხელმისაწვდომ პროცენტში. გალბატონ ქეთევან, თქვენ როგორ შეაფასებთ GVP-ის აქტიურობას და ამ მიმართულებით ელით თუ არა, რომ ქართული კომპანიები ბევრი, ასე ვთქვათ, ბევრი თუ არა, რამდენიმე მაინც გააკეთებენ ემისიებს და მოიზიდავენ კაპიტალს იმ ბაზრიდან, რომელიც დღეს არ არის ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, ასეთი პოპულარული საქართველოში. მოგესალმებით. Pasha ბანკის და Galten Tagarty-ის მეორე თანამშრომლობა არის ობლიგაციის ემისიის კუთხით. უნდა აღვნიშნო, რომ პირველ შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლობისას ემიტენტი იყო ჯორჯიან ვოთერ & პაუერი. ამიტომ არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ კომპანიის აქტიურობა ამ კუთხით. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კომპანია არის, რომელიც ცდილობს, რომ სესხის ალტერნატივად გამოიყენოს ობლიგაციები. რაც შეეხება სხვა ემიტენტებს, ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვახდინოთ ზოგადად ობლიგაციის, როგორც ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტის პოპულარიზაცია ემიტენტებში, რადგან ვთვლით, რომ ეს მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის კაპიტალური ბაზრის განვითარებისთვის, ასევე თავად ემიტენტისთვის, თუ სწორად გაიგებენ, რა თქვათ ბენეფიტი აქვს ობლიგაციას სესხთან შედარებით. სწორედ ამგვარი თანამშრომლობით ვცდილობთ, რომ ეს პოპულარობა გადაიღოს. სწორედ ამგვარი თანამშრომლობით ვცდილობთ, რომ და პრეცედენტების შექმნის გზით ვცდილობთ, რომ მოვახდინოთ პოპულარიზაცია სხვა ფინანსური ინსტრუმენტების
ამისა, გარდა სასერცხოსი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეს გამოსადეგია. კი ბატონო თავს ვკითხავ, თქვენ როგორ უყურებთ ამ განვითარებას? რეალურად დღეს უნდა დაიწყონ თუ არა კომპანიებმა სახსრების მოზიდვა, ვთქვათ, ემისიებით, საკუთარი ობლიგაციების ბონდების განთავსებით. რამდენად მომგებიანია ეს კომპანიებს არაკეთებენ, რატომ არაკეთებენ რეალურად ქართული კომპანიები გამიმართავენ? ყველა კომპანია სამწუხაროდ ვერ გამოუშვებს ობლიგაციას, ან უნდა იყოს გარკვეული კორპორაციული მართა, უნდა იყოს გარკვეული ზომა, გარკვეული მიმართულებები, რაღაც GVP არ იყოს ჩამოყალიბებული რაღაც გარკვეული ზომის კომპანია, რომელსაც აქვს ხედვა და შეიძლება რომ ეს კომპანია გავიტანოთ ბაზარზე. რაც შეეხება მომგებიანობას, წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ლაშზე ნომინირებული ობლიგაციები იმ კომპანიების, რომელსაც აქვს რეიტინგი, ანუ თქვა Fitch's რეიტინგი, S&P ან Moody's რეიტინგი თუ აქვს კომპანიებს, ბანკები, რომელიც იხილავენ ობლიგაციებს, შეძლებენ მათ რეპო ტრანზაქციებში გამოყენებას. ანუ ბანკისთვის გარდა იმისა, რომ თქვა ის აფინანსებს რაღაც გარკვეულ კომპანიას ბონდების მეშვეობით, ამ ობლიგაციებს იყენებს როგორც თავისი ლიკვიდირების მართვის ინსტრუმენტს. რაც არის ახალია ჩვენ ბაზარზე, ეს არის პირველი კომპანია, რომელსაც გამოიყენა იყო GVP ასევე, ეს უკვე მეორე შემთხვევა იქნება, როცა GVP-ს ბონდები იქნება repo eligible, ესე ვთქვათ, და მიმაჩნია, რომ მომავალში გაცილებით რომ მეტი კომპანია ქართული დაინახავს ამ ბენეფიტს, რომ რეალურად ბაზარზე ბანკებს აქვს მოთხოვნილება ამ ტიპის ქაღალდებში ფული ჩადონ და არსებობენ კომპანიები როგორც ფაშა ბანკი და კალცენტრაგარდი, ვინც ხელს შეუწყობენ, რომ ამ კომპანიას ფონდები გავიტანოთ. GVP-ს აქვს BB- სტაბილური რეიტინგი, გრძელვადიანი მინიჭებული და მიმართულების რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. სამომავლო გეგმები აქვს, თქვათ GVP-ს რა არის, თქვით რომ თქვათ ეს ძირითადი თქვათ მიზეზი იყო, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაიხარჯოს ეს თანხები, გეგმავთ თუ არა თქვათ დამატებით ემისიებს დღეს, როდესაც ხედავთ რომ ამ ყველაფერს აქვს განვითარება და პერსპექტივა. კი ბატონო. ზოგადად 2017 წელი კომპანიისთვის იქნება არსებითი კაპიტალური ინვესტიციების განხორციელების წელი, სამომავლოთაც რა თქმა უნდა იგეგმება კაპიტალური პროექტების განხორციელება, ვინაიდან კომპანია ვითარდება, გვინდა ეფექტურობის გაზრდა, ასევე როზომეში გაიზარდოს კომპანია. აგრეთვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ზოგადად 2-3 წლის ვადაში კომპანიის გეგმა არის, რომ მოახდინოს პირველადი საჯარო შეთავაზება და გავიდეს სავარაუდოდ ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ამისაკენ გადადგმული ნაბიჯი ის, რომ ჩვენ უკვე ვახორციელებთ ობლიგაციების გამოშვებას და მენეჯმენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტი იყოს კომპანიაში და ამის მაგალითი არის ის, რომ გვაქვს ობლიგაციები და ასევე ვართ BB- რეიტინგის. სერიოზული განაცხადი. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. ოთარ შარიქაძე, თინათინ სიმონიშვილი და ქეთევან გაბელია იყვნენ ბიზნეს კონტრაქტის შუა დღის ეთერში. მადლობა სტუმრებს გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენ კი რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით დროებით.